დილამშვიდობის ატკბილებო. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ. დღეს დიდი დღე გვაქვს. ესე იგი, ერთი ამბავი რაც ხდება, იკას მანქანა ყავს გასტარებელი ტექ დათვალიერებაზე. ხოთი ტაქსებს ხშირად უნდა. მეორე, თოკოს ტელეფონი აქვს საყიდელი. საერთოდ გაფუჭდა მაგის ტელეფონი. SIM-კარტა აღარ იდება, მაგრამ აღარ მუშაობს. ხოდა მოკრეთ მამამისი ყიდულობს ტელეფონს. რა თქმა უნდა, დედაც მიდის. რაღაცა არჩია თოკომ რაღაცა. პოკო რაღაცა. ანუ აი თამაში რო შეიძლებაოდეს ეგეთი. ადათან შედარებით ბიუჯეტურებში რა. რა. მე მოგანავიდა სიგრე. რა მეგინდოდა? არა. მითხარი თუ გინდოდა. აუ, ანდრუს, ჩემ ბრასეტი მომიტანა ეს ამაჯური საათი. თორე არ ვიცი რომელი საათია. მიდიხარ? მეთო, აი, მოდივარ მეც. ასე. ეს სკოლაში მირბის ხოლმე და დედამ დაიჭირა. რომ სკოლაში არ წასულიყო. შესთავაზა თოკომ თუ გინდა დადიო, ჩემს მაგივრათო. მაგრამ მე ეჭვება რომ ამან თავი შეძლოს თოკოდ გაასახო. არ ვიცი, პროსტა რა სიყვარული ძაღლია, ვერ წარმოიდგენთ. დადის სანამ ბავშვს არ გამიღვიძებს იქამდე ივლის წინ დაუკან. ეხლა პირდაპირ წახვალ ხო იქიდან? მოხვალ? ოკეი. რაც არის სულ ყავასაყიდელი მაქვს. სხვათა შორის აი ამ შეფუთვაში რო ინარჩუნებს ყავასუნს, მაშინაც კი როცა თავი ახტილი აქვს, ეგრე არ ინარჩუნებს არც ერთ იმაში, არც შუშაში და არაფერში. დავაკვირდი, ვაფშე აღარ აქვს ხოლმე ესეთი სუნი. და აქ აქვს, არ ვიცი რანაირია ეს. ქაღალდი კი არა რაც არის რავი. დაიმე. მოყურე ერთი ეს გაუხსნია. ეს მწვანე ჩაი არის უსაზისხრესი. ხო და პიტნა კიდევ ვერ ვიპოვე, პიტნით მინდოდა წუხალ დალევა. პიტნას აქ ვერ იპოვი, მინდო რომ ის ადგილას დადოლიამ, რომ თული არ არის, ვერასდროს იპოვი. როგორც ყველაფერს. ეხლა მიდიხარ გასარეცხად, ხო? აუ ანდრუს დაიჭირე რა. რა სიყვარულია ღმერთო, მაღალო. ძალიან მიხარია. რა იცით? ჩემი შვილები რომ ნელ-ნელა იწყებენ რაღაცებში ფიქრს იმაზე რომ დამეხმარონ. ახლა იმას მე რო ვეუბნები, ყოველთვის აკეთებენ, რასაც ვეტყვი, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასია, როცა მე არ მithქვამს. მაგალითად, წინა ჯერზე ქათმის ფილე რომ მოვხარში. აქ იდგა, გუშინ ქვაბი რო გავრეცხა, ის ვიდეო ჯერ არ დამიდია, მაგრამ ნახავთ.
აქ იდგა დამრჩა მაცივრის გარეთ და ერთი ღამე მაცივრის გარეთ რო იდგა თან თავის წვენში იყო არ მომეწონა მერე სუნი ხო და ის გადავაგდე ფილე და ეს კი გავრეცხე რა და ვუთხარი რომ მეთქი ესე დამემართა მეთქი რა ხო და დამავიწყდა მეთქი მაცივარში ჩადება და გუში რომ მოვხარშე ფილე ეგეც დამავიწყდა რომ მაცივარში ჩამედი ხო და ეხა გამოვედი და აქ არწევს აქიდო გაზდა და გავაღეის და მაცივარშია ხო და მე მივედეთი რომ მე მაჩადეთ ხო მე ოთოკომ რატომ მივხვდი რომ და გავიწყდა ანუ აი გიშდები ეხა მაგას იკა გამოიღებს ყველს შეჭამს დევს იკა შედე და დავუბარე წუხელს არ დავდოთ მეკი აი ეს ყველი არ გაფუჭდეს იცოდე მე ყველი რაღაცნაირად გარედან ხდება ყვითელი წებოვანი და ეფიც არ ღირს და ეს ფილეს არც აღარ მახსოვდა ხო და ის კი დავუბარე რომ გამოიღო და ჭამა შედე მეთქი და შედო მაგრამ თავისი და მაგალითად მე გამოვიღე ხო და დამრჩა აი აქ იქნება და არასოდეს არ შედებს ანუ იმას ვიძახე რომ ზუსტ დასრული ადამიანი ხო ხო და თან მე ისეთი ტიპი არ ვარ რომ აი ძალიან მოვთხოვო ან ვეჩხუბო ან რაღაცა ბავშვებს ამის გამო არა ანუ ეს რო გააკეთა თორნიკე ეს იყო უბრალოდ მისი კეთილი ნება და სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი რომ ეს იყო მისი კეთილი ნება და არა ჩემი მოთხოვნა მოხდებით დილის გემრიელი კოფე ახლა მოვიტან მეორე ტელეფონს შაქარი იყო 5 და შოკო შოკოლადში კი არ მაქვს მოსტანი იმ პატარაზე რავი რომელი მინდა ეს მინდა აი ეს მაგრამ ამას შაქარი რაღაცა გავუკეთე მაშინ ეს ისეთი ტკბილია ავნინი რა ბატანდრა ხარ მე ბატანდრა საბატეთის დედოფალო საბატეთის პრინცესა ჩიჩ აქ რამდენი ხანია არ ვხდავართ მე რა თქვენ და ახლა აქ დავჭდებით ესენი წამოვიღოთ უკან ანდრუს რამე გინდოდა შენ მაღაზიაში? წაღამ მკითხა რამე ხო არა გვაქვს საყიდელიო და არა მეთქი უთხარი და ვიფიქრე მე ახლა რამე ხო არ უნდოდა თქო
ასე ანჯდა. აბადიო შვიდობისა. როგორ ხართ, როგორ ძანდებით, როგორ გიკითხოთ. ჩემო კბილებო და კარგებო. აი, აბადიო შვიდობისა ყველას. ეგაია. პირველი კლუბი. პირველი კლუბი ყველაზე გემრიელია. ეს რაღაცა ვერ იყო. არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად. მოყავს. ბონიაკ მოდი. ევასთან არ მიხვი და არ გააღვიძო. გუშინ გადავხედე კომენტარებს, რაღაცები დავალაიქე. სულ მავიწყდება ხოლმე. მე გამახსენდა. დანარჩენები აღარ დავალაიქე. დღეს ხომ მინდა ხოლმე რომ წავიკითხავ ხო და აი იმ მომენტში რომ შემხვდება ხოლმე რომელიც წავიკითხავ და მომეწონება ვალაიქე და მე მახსენდება, მაგრამ ის უკვე მიქრება აქეთ. ამ YouTube სტუდიოდან. მანანა ზოგჯერ ყოფილა იმავე წამს რომ გამახსენდა, ანუ სანამ ჩავსკროლ და სანამ განვაახლე და მომიხსნია ლაიქი რომ მე აქ მქონოდა. ნინია თბილი ადამიანი ხარ. გაიხარა შენი ოჯახით, შენი საყვარელი შვილებით ღმერთო, მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა. ძალიან გიხდება ქუდიო. ხო, ქუდს იმიტომ ვხმარობ, რომ აი ახლა დავალაიქე და ის კომენტები უკვე აღარ მიჩანს. ქუდს იმიტომ ვხმარობ, რომ არ მინდა რომ ძალიან სახეზე დამეტყოს მზე. ადრე არ ვხმარობდი. აი ქალაქში რომელი ქუდი უნდა ვიხმარო, არ ვიცი. ნუ, კეპი. ისინი მომწონს შლაპები, მაგრამ ქალაქში რავი. არ ვიცი ხმარობენ თუ არ მაგას. ლელა. ძალიან კარგი ულამაზი ფერია. და ფრთხილებით მგვარი ძალიან გიხდება, ყოჩა ჩემო ლამაზო. მადლობა ძვირფასო, მეც მომწონს. ტკბები და ვერ გამომძღარ ვარ ამის ტკბობით რომ უყურებ. აი საჭირო თონიკებაც მითხრა, ძალიან გიხდება. თონიკეს არ უყვარს. როგორც თავიდან გაკეთება რომ დავიწყე, ანუ არ მიყვარს რა ხელოვნური ფრთხილებიო. პირველ ორ გაკეთებას რო ვიკეთებდი, მე ვნებდა შენი ფრთხილები უფრო ლამაზიაო. ანუ არც მონიკური მესვა არაფერი, იმიტომ რომ არაფერი არ მიჩერდებოდა, აი ჭურჭელს დღეში 7 ჯერ ეცხავ კაცი და ანუ დილას რო წაისვა მანიკურს ნახევარი მესვა და მე ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება ხოლმე რომ მანიკური ნახევარად მისვია, ძალიან არ მიყვარს, მირჩენი არ მესვას. ხოდა ამიტომ არ მესვა ხოლმე საერთოდ. ადრე ხა სანამ პატარა გოგო ვიყავი, სულ მესვადი და ჭურჭელსაც არ ვეცხავდი. სანამ გავთხოვდებოდი ვიძახი და ყოველ დღე ახალს ვისვავდი. უბრალოდ 2 დღე მიცლებდა მაშინ. და მე ორ დღეში ერთხელ ვიახლებდი, არ იყო პრობლემა, მაგრამ მე უკვე ანუ მეზარებოდა. ხო და გუშინ იმდენ ჯერ დავრეცხე, საერთოდ ვფიქრობდი, საერთოდ კი აჭურჭელი. რა კარგია მეთქი ეს, რომ ანუ ისევ ესეთია, როგორიც არის. ეს მიყარ კიდე უკან ვაწერია, გრავიროვკა რო აქვს. არ გადადის რიცხვაში, რომ გიძლებს წარმოგარია. რელა, ულამაზესი და უსაყვარლესი ნინი მიყვარ ხარ, მადლობა ძვირფასო. ისევ ლელა სრულად გეთანხმებინი ყველაფერში. არა გაქვს გამოსავალი მაშინ თუ მიიყვან ბავშვს ბაღში, მე მაგალითად არ მივიყვან, მით უმეტეს ბაგა-ბაღებში რომ მიყავთ ძალიან პატარებდი. როგორც გინდა, კარგად უვლიდნენ, მაინც ვერ ვიმუშავებ და ვერ მოვისვენებ საერთოდ, ხო? ანუ აი მე კიდევ ვიტყვი, რომ არავის არ ვამტყუნებ. შეიძლება მაგალითად დედას აუცილებლად სჭირდება რომ იმუშაოს და სხვა გზა არ არის და უნდა მიიყვანოს. ან შეიძლება რომ
დამხმარე არ ყავს და ისეთი შობერობის შემდგომი დეპრესია აქვს ქალს, რომ შეიძლება გაგიჭყვიდან გადავიდეს და მაგას ყოველთვის ჯობია, რომ მიიყვანოს. მაგრამ თუ სხვა გზა არის, მე მიჩვენია, რომ მე არ მივიყვან, მე ჩემ თავზე ვსაუბრობ. უმრავლეს დროს არ გამოსჭი, მაგრამ მე ძალიან დიდი სიამოვნებით გამსჭიან ხოლმე. მაგრამ ნებას არ ვაძლევ. ვერადი საზღვრები უნდა დავიცვათ. ალელო. აუმეც ეგრე ვარ. ჩემ შვილს ბაღში არ ვუშვებ, მე შინია მსგავსი რამეების ვუფრთხილდები. 2 წლის და შვიდ საჯერ არ ვიცი გავშვებ თუ არა ბევრს ვიფიქრებ ამას. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდე ბავშვი როგორია. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნახე, ზოგჯერ არის რომ მაგალითად იციან რომ აი ეს მასწავლებელი კარგია. მე არ ვიცი, ანუ მე არ მყავს სანაცნობო, ანუ არიან რომ იცნობენ ანათესავები არიან, ანუ რა ვიცი, მოკლედ იცნობენ და იციან რომ ეს მასწავლებელი კაია და იმათ მე არ მაქვს ეგეთი ინფორმაციები, ხვდები? ხო და ანუ მაგის მიხედვით შეიძლება ადამიანმა ლავირება მოახდინოს და ასევე კი ან გამოდიან ბავშვი როგორია. პირველ რიგში ეგ არ მნიშვნელოვანი ბავშვი როგორია. ლელო რა კარგი შვილები ყავს, ნინ ძალიან კარგი ცდილობენ ბიჭები არიან, ევიტონად კბილი გოგოა. რა უტკბილესია. მოთაკია. კრისტინა. როგორც სიამოვნებ, როგორ სიამოვნებს ეს ვეწარმოდი. მოგესალმებით, ძვირფასო 5 წელზე მეტია შენი მაყურებელი ვარ, ანუ ევაზე უფრო დიდი ხანია, მარცევა მყავს. შენი ცხოვრება ცოტათი მაინც ვიცი, მამიდან ამხელა გულისკენა, დედის დაკარგვა, გამსდელი, ბებოს და პაპის დაკარგვა, ლიადან ამხელა სტრესი და კოდი, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მაინც რაღაც გაწყვეტილი ძაფი, ამდენი ამბების მერე ზოგი გაბოროტდებოდა, დაიბოხმებოდა. ეს შენ პირიქით, საიდან ამხელა სიყვარული გულში. სრულიად უცხო ადამიანების ბედნიერება გახარებს. ძალიან უძალიანსად კარგი ხარ. აი, ხა ვიტირებ. ასე მგონია ცხოვრება ძალიან დიდ სიურპრიზს გიმზადებს ეს კარგი რომ ხარ მიყვარხარ ძალიან აი მე დიდი მადლობა ჩემოძიებას. აი ეს არის ის სიურპრიზი. რომელსაც ცხოვრება მიმზადებს. აი შენაირი ადამიანები რომლებიც ხედავენ ჩემს სულს, ჩემს გულს, იმას მე როგორი ვარ, მე ვინ ვარ, ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ხო, ანუ იცი რა არის ყველაზე დიდი უბედურება რაც დამემართა იყო პატარა 10 საქმეში მარტო დარჩენა. სამყაროს თავზე ჩამოქცევა ღალატი მომენტში. მე ლია, ეხლა რო ვფიქრობ ხოლმე რომ ევა რო ლიასთან დარჩეს. აი მაჟრიალებს ხოლმე პროსტა. ხო. და ასე კოტი ბირქით ყოველთვის ჩემი ის იყო. იგი რა თქმა უნდა მტკივნეული იყო ჩვენი განცალკევება, მაგრამ თან განცალკევებაც არ ეთქმის, იმიტომ რომ მაინც ერთნი დავრჩით, ანუ ჩემი ძალიან დიდი სულმეითი ადამიანია და უპირველესი ამ ცხოვრებაში და სულ იქნება. და სხვა დანარჩენი კიდე რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში, არ ვიცი, იცი ეხლა უკვე რაც გავიზარდე, აი გუშინაც მქონდა ეგ მომენტი, რომ რაღაცა უსამართლობებს რომ ხედავ, ძალიან მტკივა ხოლმე გული და როგორც კი გული მტკივა ხოლმე, ვფიქრობ ხოლმე მაშინ, რომ ჩემ თავს მეუბნები, რომ არ გაბედო და არ გაბოროტდე, არ გაბედო და აი არ იფიქრო, რომ აი მე რატო ესე, მე რატო ისე, ანუ არ გაბედო, ყველას თავისი გზა აქვს. აბსოლუტურად ყველას შე რაღაცა შეიძლება არ გიცდია და რაც არ გიცდია ის არ გაქვს. ან თუ გიცდია და არ გაქვს, მაგასაც არ აუშავს, თავარია ჯანმრთელი იყო, კარგად იყო. არასოდეს არ გაბოროტე. ბონი. სულელი. არასოდეს არ გაბოროტე. ანუ აი ეს ახლა უკვე ამ ასაკში ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე, როცა აი ძალიან დიდ უსამართლობას ვაწყდები ხოლმე ცხოვრებაში.
გინდა სხვების მიმართ, გინდა ჩემი თავის მიმართ, ჩემ თავს ამას ვეუბნები ხოლმე რა. არ გაგაბოროტოს. აი როცა ნახავ უსამართლობას, ბოროტებას, ისე არ გამწარდე, რომ ამას შენ არ გაგაბოროტოს. ანუ ჩემ თავს ვიცავ მე თვითონ ახლა. მაგრამ პატარა რო ვიყავი, მაშინ ამას ვერ ვფიქრობდი, ამდენს ვერ ვფიქრობდი. ხო და ეს ეთყობა ჩემში იყო. იმიტომ რომ არ ყოფილი ბავშვი რო ვიყავი მაშინც კი არ ყოფილა რომ ვინმეს რამე შემშურებოდა. აი ერთადერთი რასაც სულ ფიქრობდი, რატომ მე არ, ეს იყო დედა. რატომ მე არ მყავს დედა? იმიტომ რომ მადლობა ღმერთს. რო ყველას ყავდა, ანუ არასოდეს არ მიფიქრე, იმათ რატო ყავთ. ეგ არ მიფიქრია. ყოველთვის ვფიქრობდი, მე რატო არ მყავს? ანუ ყველას ხო ყავს და მე რატო არა? იმიტომ რომ არც ერთი ბავშვი არ იყო, მით უმეტეს პატარა ან დაწყებითებში, დედის და მამის გარშე მე უკვე რამდენიმეს მამა მოუკვდა, მე ერთ დედაც მოუკვდა და ძალიან განვიცდიდი. ჩემი კლასელი არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი ქალი იყო ის ქალი, ჩვენი პარალელურის დამდგებელი იყო და აი ძალიან კაი ქალი იყო, ძალიან თბილი, ტკბილი, ნეტა მაგასთან მაგის კლასში ყოფილიყავი. ხო და ანუ ძალიან მეცოდებოდნენ მე ეგ ბავშვებისაც მამა ან დედა უკვდებოდა. იმიტომ რომ მე ვიცოდი ეგ რა იყო. და სხვა აი საჭმელი, ტანსაცმელი არასდროს აი არასოდეს ყოფილა რომ მეც ძალიან მომდომებია, ყოფილა რომ თვეები მიოცნებია. ხო და ლია ისეთი იყო რომ რაღაცა რომ გინდოდა. ანუ თვითონ თუ რაღაცა არ გინდოდა, ანუ აი თვითონ ჩათვლიდა რომ ეს ეყიდა, ეს ეყიდა, ეს ანუ რასაც თვითონ ჩათვლიდა რომ ესენი ეყიდა, იმებს გიყიდა მაშინვე. გინდა ზვირიანი ყოფილიყო. მაგრამ შერას გინდოდა. მაგას ანუ ჯერ ეს უნდა გაიკეთებინა მე ეს მე ანუ რაც მას უნდოდა, რა ვიცი, ყველაფერი რომ ამოიწურებოდა გასაკეთებელი, ანუ საქმეს არ გულისხმობ. ანუ მაგალითად გადაწერე მთელი ქართულის წიგნი. აუ. მახინჯი კალიგრაფია გაქო და ლამაზი რო კონდესო. ბევრი უნდა წერო და ანუ თან მე შემოქმედებითი ადამიანი ვიყავი და ჩემთვის იყო უდიდესი ტანჯვა რომ სიტყვას თუ რაღაც გადამეწე, ანუ რომ ეთქვა რომ აი ამ როელში შენი ფანტაზიით მოიფიქრე რაღაცები და გავსე ძალიან დიდი სიხარულით გავავსებდი. ახლა რა მნიშვნელობა ქონდა თუ კალიგრაფიას ვაუმჯობესებდი, წიგნიდან გადავწერდი თუ ჩემი ფანტაზიით გავაკეთებდი. და ანუ აი ეს წიგნიდან გადაწერა იყო ჩემთვის ისეთი ტანჯვა, ისეთი რომ მეტი არ შეიძლება. ხო. და ეგეთი რაღაცები რა. და კალიგრაფია ცუდი იცით რატომ მქონდა? ჯერ იმიტომ რომ ჩემმა კლასელმა ყველამ წერა კითხვა იცოდა სკოლაში რომ მოვიდა და მე 5 წელი შემიყვანეს და 7-8 წლის ბავშვები იყვნენ ჩემი კლასელები. და გარდა მაგისა კიდე მე ვიყავი ცაცია, მე მარცხენე. და გადამატანინეს. ეხლა ჩვენ წარმოიდგინე, როცა სწავლობ წერას, პირველად ცხოვრებაში, და მარცხენა ხელ ეს ანუ მე მარჯვენა ხა და აბა დაიწყე მარცხენით წერა, როგორ ლამაზად დაწერ, ხო? მაგრამ ანუ ეგ არ იყო გათვალისწინებული და ნახსენები, ნათქვამი ნახსენები იყო ის მხოლოდ რომ მე ძალიან უშნოდ ვწერდი. ხო და ხო რა თქმა უნდა თავის აზრით ჩემი სიკეთისთვის აკეთებდა, მაგრამ ძალიან მტკივნეული იყო ბავშვი რო ვიყავი ეგ. და აი ეგეთ რაღაცას ვცდილობ რომ ჩემ შვილებთან მე არ გავაკეთო. გონიევამ გაიღვიძა. ხო და აი ბავშვობიდან მიყვარდა ძალიან ადამიანები. ესე იგი ჭამა არ მიყვარდა, საერთოდ არ ჭამდი ხოლმე და ჩვენთან რომ მოდიოდნენ ხოლმე კაცები, პაპა ჩემი ანუ კაცები რომელსაც ქონდათ ძალა და ჯანი, მაგრამ არ ქონდათ სამსახური და შემოსავალი, ესე მუშაობდნენ, გეცოდინებათ სოფელში ვინ ცხოვრობთ, აი ეხმარებიან ხოლმე ოჯახებს.
რაღაცების გასხლა და ჩეხვა, რაღაცების გაკეთება, რავი, თალარის გასხლა და ეგეთები. ბაბა ჩემი დიაბეტიკი რო იყო, ვერ აკეთებდა მაგეებს, ვერ ადიოდა, ასე დიდხანს ხელები აწეული ვერ ქონდა, ვერ ჭრიდა. ხა დამაცებნი. და ასე შემდეგ რა. ხო და გვეხმარებოდა ხოლმე ერთი კაცი, რეზო ერქვა. ძალიან უცნაური და თავისებური კაცი იყო, თუმცა კარგი. აი, კარგი, მაგრამ რაღაცა ძალიან თავისებური ადამიანები რო არიან ეგეთი. ძალიან პატიოსანი. ოპერაცია ქონდა გაკეთებული, ეს ქონდა მთლიანი ამოღებული, აი აქ დიდი შრამი ქონდა, შეწეული ქონდა ეს და ლაპარაკით ხმის იოგები ქონდა დაზიანებული და ჩურჩულივით ლაპარაკობდა, თვალები ქონდა ცისფერი და ასეთი დაბრიალებული. ეგეც ალბათ იმ ჩიყვის გამო იყო, მაგრამ მე ხო ბავშვი ვიყავი, ეგ რა ვიცოდი და სულ ბრაზიანი და ძალიან მკაცრი და ეგეთი ლაპარაკი იცოდა, სულ მეშინოდა. სულ მეშინოდა და აი თან მოვიდოდა, გოგო ბილები გაიღე. და აი იმ თავს არ მეცემოდა ხოლმე, რომ როგორ შეიძლება ახლა უცხო ადამიანთან მიყვიდე და ეგ კითხო და ძალიან მწვენოდა და ბრაზობდი და არ მომწონდა ხოლმე ეგ. მაგრამ როცა პაპა ჩემი გვერდზე იყო, მასე ვერ ლაპარაკობდა და არ ლაპარაკობდა, არ მელაპარაკობდა. ისე ძალიან კაი ადამიანი იყო. ანუ მართლა აი გვერდზე არაფერს არ გიბოროტებდა, არ ეჭორავებდა, არაფერ. პროსტა აი ესეთი უცნაური ადამიანი იყო. ხო იცით ეგეთი ტიპებია რა. ხო და ისა მაგრამ პაპა ჩემი როცა იქვე იყო, ანუ მაგასაც არ გეტყოდა და თან იმას ეკონტაქტებოდა რა, ოღონდ ახედაში იყო საქმე. პაპა ჩემი ისეთი იყო, რომ თავისას რო იტყო და მორჩა, ისიც ისეთი იყო თავისას რო იტყო და მორჩა, ამიტომ რო არ წაკიდებოდნენ სუფრაზე, აი საქმის მერე თანხას ხო რაღაცას აძლევ, მაგრამ სუფრაც ხომ ნაკავშალდა. რო არ წაკიდებოდნენ ამ სუფრაზე, ბებია ჩემის ყოველთვის ჩდებოდა, რომ თუ რაღაცა ბებია ჩემი ძალიან კაი დიპლომატი იყო, ქანდვირთავ და კოხდათ, ხო და მეც ჩემ გარეშე სუფრა არ იყო. ერთ-ერთი დრო როცა ჭამდი ხოლმე, ეგ იყო, ისე მიყვარდა, როცა ვიღაცა მოდიოდა, ესეთი ადამიანი და აი რო ყვებოდნენ ამბებს, მე ეს გემრიელად რო ჭამდნენ, აი ეს დაღლილი ნამუშევარი ადამიანი, ხო? მეც მინდებოდა ჭამა, ერთ-ერთი მომენტი როცა მე მინდებოდა ჭამ და აი რო ჭამდა ესე და ეს ულუაშები რო ქონდა და შეიძლება ულუაშზე რამე დარჩეონ და საჭმე რაღაცა, აი მე რა ხტაცებული ვიყავ, იცით როგორ მომწონდა ხალხო ეს ყველაფერი და აი მართლა ძალიან მიყვარს ხალხი, აი მე რო გავაკეთე მუკბანგები, მე მივხვდი ხალხი რამდენად სისხიანია, თორე მე მეგონა ყველა ჩემნაირია. თუნდაც კაფეში რო შევდიოდით, ვგიჟდებოდი, აი წყარონის ხმა რო ისმის, ყველა რო ჭამს, აი რაღაცნაირი ლაპარაკის თუ მუსიკა არ არის ჩართული, აი ხო ისმის რა, ყველა რო ლაპარაკობს და რაღაცა ხმაური, ის თავისი ხმაურია. ანუ კაფეში მესვლა მიყვარდა ძალიან ბავშვობაში მაგის გამო. თბილისში ჩამოდიოდი, მაშინ მივყავდი ხოლმე მარტო ლიას კაფეში და ისა აი რო ისმოდა ეს ადამიანები რო ლაპარაკობდა რაღაცები წყარუნებდა, მე რო გაიხედავდი და ის რო ისე გემრიელა ჭამს, ის რო დაქალს ამბავს უყვება და აი ვაიმე როგორ მიყვარდა ეს ყველაფერი, თქვენ ვერ წარმოვიდგენთ, დროსაც ძალიან მიყვარს. ხო ის რაღაც ადამიანური რაღაცები ძალიან მიყვარს მე. ამ ჩემში ეს სისხლს არ იწვევს, იმან გაიღვიძა. დავიეთ ბოლნი ევა ვნახოთ და მე გავაგრძელოთ, თორე გაიღვიძა ევა. მოვიდი ხალხო. ევიმ გაიღვიძა. ვითამაშოთ ვის სიყვარულეთ. ხო და ეხლა მოვედი. ვჩები მოვალ. ჰელენ. ძალიან ლამაზი გოგო. ერთი სული მაქვს ხოლმე, ყველა საქმე მოვილია. მშვიდად დავჯდე ფინჯან ყავასთან ერთად და გიყურა ნინი. ძირფასო, ჩემს ქალაქში რომ ცხოვრობდი, აუცილებლად გვექნებოდა ხშირი ურთიერთობა, იმდენად ჩემნაირი ხარ. ძალიან მიხარია, რომ შენნაირად მხედავ. სულ ამბობ, რომ კარგ და ლამაზ ადამიანებს ვუყვარვარ. ლამაზია ადამიანი, როცა სული აქვს ლამაზი. და ყველაფერია მე ლამაზი. თუმცა, ჩვენ გარეგნულად ძალიან ლამაზი ხარ.
ჩემო ძვირბაზო. რა მზეო? აი ეს მაქვს კიდე? ჩემო მზეო. ჩვენ აქედან დავდგოთ ახლა. ჩაგირთავ. გარეთ მზეა. დღეს დიდი დღე გვექნება. მარიამ ნინი ლამაზო ძალიან ლამაზი ხარ, კარგი გოგო ხარ, კარგი ადამიანი ხარ. ლამაზი გოგო ხარ, შენ ვიდეოს ყურება ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარლო თბილო ადამიანო. შეღანჩვარ თაიბებდო. ჩვენ წავედი გითხრა ნამდვილკას ვიდეოს. ანდრუს მე ცოტა ხანი საძინებელში ვიდეოს დავასრულებ. შენ იქამდე აქ იყავი თუ რამე მომუნდება და დაიღრიალებს ესა. მე რა სახლი მაგდასხალაგებელი მთელი სახლი ხალხო ისე დღეში გადანგრეული. აი პროსტა აქ დავალაგე სიტყვა არ არსებობს. იმიტომ რომ სულ დასალაგებელია. ბევრი რო ვართ. ძალიან სასწაულში სწრაფი ირევა. მე მტვერი კიდე აი იქიდან მშენებლობის მხრიდან გუშინ ქარმა დაუბერა და მტვერი წამოიღო იმისთან ესე ჰაერში რომ მოქონდა ეს მტვერი ის იყო აი რაღაც ბურუსივით იყო რა და მეთქი აი რატოა თქვა მდენი მტვერი ყოველთვის აქ ხო და წუხელი ისე მციოდა საბანი დავიფარე ხო და ერთი წუთი ანუ თქვენ ახლა ისე შემიძლია დაგაყენოთ რომ ვაფშე ვერ დაინახავთ ჩემი საწოლი არეულია თუ არა აი ვერც ხედავთ მაგრამ ნახეთ ამიტომ ცოტა ხელს მივკრავ უბრალოდ მე თვითონ ვერო ტკბილად დავჭდე გავრეცხე გუშინ ისინი მაგ გასაფენი მე ახალი პარტია მაგ გასარეცხი თეთრები შავის სარეცხის საშუალება არ მაქვს გამოიტანა საწოლში შავის სარეცხის საშუალება არ მაქვს და ეგ უნდა ვიყიდო ხო და თეთრებს კიდე დავრეცხა. ფერადები გუშინ გავრეცხე. და მე მინდა რომ გავრეცხო ფეხსაცმელები. ჩემი თეთრი ბუშტი ნახე. თეთრი ფეხსაცმელი რომელიც ძალიან მიყვარს და რომლისნაირს აღარ იყიდება ფლოში. ანუ ბოტასი ფეხსაცმელი. ძალიან მაგარი კომფორტულია ეგ ფეხსაცმელი. შეიძლება დაჭდეს საწოლში. პანჯერაც გამოვაღოთ ცოტა. აერი იყოს. ესე იგი, ეს პატარა ძაღლი ერთხელ რომ მოფსავს, ეხლა ერთხელ მოფსმაზე მე აქ საფენს ვერ გამოვწვი. აი ხა მოფსა მეორედ ბოდიში რომ გაჩვენებ, მაგრამ უნდა გაჩვენებ. აგერ. ხედავთ მეჩა? მეორედ აქ მოფსმული. ესე იგი, ამის ფიშებს აქვს სუნი. მაგრამ წინაზე ვიყიდე რაღაცა იაფფასიანი ისა საფენები, რომელიც არ იწოვდა, ანუ ზემოდან ესხა. აი მე ესე იგი ამ პატარა ძაღლის იმას ისეთი სუნია, ორსაც რომ მოფსავდა უკვე ვცვლიდი, იმიტომ რომ პროსტ აქ ვერ დაჭდებოდი. ხო და ეს იწოვს, მაგრამ ანუ რა ვიცი მე დილიდან საღამომდე აუცილებლად უნდა გამოცვალო, თორე აქ ვერ დაიძინებ. და
საღამოს თუ დაუდებ კი დილოს უნდა. ანუ 2 წელს ხმარობთ რა დღეში. აუ სემიჯკას მთხოვს. ეს პატარა ძაღლუნია. აჰა. ახლა ძალიან სპეციფიური სუნია გამის ფიშებს არჩი რატო აქ. ალბათ ჩიხუების თავისებურებაა თქო ფიქრობ არ ვიცი. აი მეორე დაგრჩა. ხო, კრისტინა ისო მესმის თვითფასო შენი მიდგომა ბაღების მიმართ მეც არ მივიყვანდი ეგეთ ბაღში აქ მაგალითად გერმანიაში დღეს მქონდა სუსტად ესეთი მაგალითი. როცა მივედი გამოსაყვანად ეზოში თამაშობდნენ ჩემი შვილი იყო ფეხშიშველი. როგორც ყველა აქ ავსებ ქაღალდს და წერია თუ ეთანხმები შერმაშულმა იარაღ ფეხშიშველმა. შეუძლია იწუწავს წყლით გავიდეს წვიმაში და ასე შემდეგ, რადგან მე დავთანხმდი. ანუ არ გაგიკვირდეს ფეხშიშველი დამხლა თქო რომ თქვი და მე არის დედები მივარდება ჩააცმევს გიჟივით. მე არავცილ ვასწავლო დამოუკიდებლად ცხოვრება ველოდები როდის ჩაიცმევდა ნასკებს არავითარი ხმამაღალი კილოთი უბრალოდ ვოთხარი ჩქარა დედი მამა გველოდება ეგრევე შემისწორა აღზრდელმა ჩქარა არ უთხრა ეს პრინცესაა და უნდა დაელოდო ანუ ისე შემრცხათან გამიხარდა ხუმრობით მითხრა აღზრდელმაც მაგრამ მაინც ორივე გრძნობა სიხარულით და მორიდების ერთად დამეუფლა აქ სხვანაირი მიდგომა სკოლაშიდაც და ბაღებში ამიტომ მესმისგანა არ გინდა რომ ეტუნა ბაღში მიიყვანო ერიდები და უფრთხილები გული არ ეთკინოს რაც ბევრს არ ესმის მხოლოდ ნამდვილად დედები გაგებენ აი 100% ჩემოსაყვარო აი თუნდაც ის ხო ფეხშიშველი ევაც ფეხშიშველი დადის სახში ვეღარ აუჯვარ ნასკების ანუ ყიდვას და რეცხვას იმიტომ რომ რო ირეცხება მე მალე ფუჭდება რა ახლა ყოველ დღე რო რეცხავ ხო ერთი დღე ვაცვე ის ნასკი მე შევ და ჩემ ნასკებზე გადავედა ხა ჩემ ნასკებს ვაცმევ ხო და ანუ რომელიც არ ჩამიცვი მაგრამ გამოვიწერე თემუდან პატარა ზომები ანუ დაბალყელიანები ეგეთი ბაღი ბავშვი წუნმაში რო გაიყვანონ აი თუნდაც ის რომ არა აჩქარო რა მხალა პატივისცემა ბავშვის просто აი ხვდები პირადი საზღვრების და ბავშვის და ამ დროს შენც ისე გითხრა რომ შენც არ წყვეუნ ანუ მშობელსაც ასწავლის ხო შვილსაც ანუ აბი ახლა მასეთ ბაღში პირველი მივიყვანდი მაგრამ აქ მასეთი ბაღები ძალიან ძვირია და ისიც სულ თითებზე დასაცვლელია და ისეთ შეკირა სადაც ვიღაცა აღმზრდელმა ჩემს უნდა უყვიროს ან კიდე მაგალითად ვიღაცა ბავშვმა უნდა დაჩაგროს და ეს ნორმა იყოს მე არ მივიყვან და ვისაც რა უნდა ის თქვას და ის იფიქროს საერთოდ არ მაინტერესებს თორე ეგ ნატურაა ეგეთი ბაღები მედიოდეს მე ჩვენთანაც იქნება ირმა გულში ჩამწვა თბილი ხარ ჩემო ლამაზო როგორ მიყვარხარ ძირფასო კი მეც მიყვარს და მაქვს ეგეთი ურთიერთობა ჩემს მეგობრებთან ვალდებულებების გარეშე ხო ეგაა მეგობრობა არა მარტო მეგობრობა ანუ წყვილური ურთიერთობაც რა მე ესე ვთვლი ხა გავიზარდე და ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი რომ არ ზღუდავდე არ ზღუდავდეს ორივე გქონდეთ თავისუფლება ორივე იყოთ ის ვინც ხარ და ანუ შენ არ გიწევდეს ახსნები განმარტებები და ბოდიშები იმის გამო თუ ვინ ხარ ქარმა დაუბერა აქეთ წამოიღო ეს ფარდა ეს სტუდი პონჩკა ჩემოსიყვარულო ეს სტუდი აქ ტაჯიკის კამზე და თუ გიწევს მაშინ გონჯობია რომ არ გქონდეს ეგეთი ურთიერთობა და ანუ შენი კარგის შენი ცუდის ისევ გადმოაგდო ანუ ადამიანისთვის ისეთი მისაღები უნდა იყოს შენი კარგიც და შენი ცუდიც და ასევე შენთვისაც ადამიანისთვის მისაღები უნდა იყოს რომ მისაღები იყოს შენთვის მისი კარგიც და მისი ცუდიც და თუ ესე არ არის მაშინ ტანჯვაა და ჯობია რომ დასრულდეს ეგეთი ურთიერთობა და ეგ ისტორია ანუ მე არ ვთვლი რომ ყველა ურთიერთობა თუნდაც ცოლქმრული აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს იმიტომ რომ ცოლქმრულია არა თუკი
ადამიანები ერთმანეთთან არიან და იტანჯებიან, ჯობიან რომ ერთმანეთთან არ იყვნენ. ეს მიმაჩნია. ძალიან არ მიყვარს მე ეს ტყუილი ურთიერთობები. რა ლამაზი ხელები გაქვს ნინი. მე ყოველთვის თითებს ვაკვირდები. ადამიანის არ ვიცი რატომ მომდოს ასე ხელები. ძირფასო შენი ნიკი მიჩანს ხოლმე იქიდან, ჩვეულებრივი YouTube-დან. აქედან არ ჩანს, აი ნახე, ასე ჩანს. ამიტომ სახელს არ ვამბობ. ეს იმ ბონი მოიტანა, ევა ჭამდა ეთყობა. ხო და მე ევამ გახსნა უბრალოდ ერთმანეთზე დადო. ამას მოუპარია, მოიტანა საწოლში და წავართვი. და აქ იმიტოდებს ესე. იოკვან სტარლექსი იყიდე, მაგრატელი ილესება კიდეც და გექნება დიდხანს. ხო, სტარლექსი გამიგია ძვირფასო. სოფო, მადლობა. ვიყიდი. იმიტომ რომ აი უბრალოდ ნერვი არ მაქვს ამ თან განცოტა გადავიხადე ამეებში. ორი ვიყიდე, იმაში ვიყიდე. PSP-ში. სადაც 40 ლარამდე გადავიხადე. და არც ერთი არ ვარგა არაფრად. და ერთი მიჩვენია ვიყიდე წასიერ და მქონდეს. მაია ნინი ბონის თავრო დაეხარა საყვარელი, ხო? და მე ეგ შევამჩნევ, ანუ ვიდეოში ვამჩნევ ხოლმე ეგეთ რაღაცებსა და ნაიგი მე საყვარელია. ელი საწოლს რო ვასწორებდი. იმ მომენტში რავი ვერ ვიგრძენი და ვიდეოში ვნახე ისე უხეშად ჩავაგდა გული მომეწურა. მე ბოდიშს ვუხდი ხოლმე. ბავშვსაც იცი? ევა რო იძინებს ხოლმე და სთხოვი დედიკო ბოდიშიო შენთან დღეს ნაკლები დრო გავატარე, ხვალე უფრო მეტ დროს გავატარე. როცა ძალიან იღლები ხოლმე ან რაღაცა. ზოგჯერ მაქვს ხოლმე ეგეთ დღეები, ჩემ თავთან ყოფნა რომ მჭირდება და მე ბოდიშს ვუხდი ხოლმე ბავშვსაც, ძაღლსაც. ანუ იმათ ვისაც ყველას დამჭირდები. და ვისაც არ მოუთხოვიათ არაფერი. და მაგას რომ ვეუბნები, ევა თავს დამიქნე ხოლმე მაგოცრებს. მათიანი შენს ფრთხილას ეგ ფერი ძალიან მოუხდა ბედნიერი დღე, ხო? ძალიან მომწონს. მადლობა ძვირფასო, ყველას აბსოლუტურად, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ ან არ უყურებთ, ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეს ძვირფასებო. ქრისტინე ულამაზესია. მარიამ ნინი ლამაზო, ძალიან ლამაზია ფრთხილები, ვარდისფერი ულამაზესი ხარ, მადლობა. ირმა საოცარ ფორმაში ხარ, ჩემო ლამაზო, ჯერ ვერა ირმა, ჯერ ვერა ჩემო საყვარელო. ის შავი შარვალი ჩამეტია. რომელიც არ ვიცი ნახეთ თუ არა ეგ ვიდეო ჯერაც კი გამიკეთებია. ალბათ ჯერ ამას ავტვირთავ, თუ ჯერ იმას გავაკეთებ და იმას ავტვირთავ, არ ვიცი. მეგონა რომ შავიც არ ჩამეტეოდა, იმიტომ რომ 56 კილოზე მეცვა. მან ჩამეტია. ხო და იზღია ფერი. იზღია ფერი კიდე უფრო ნაკლებზე მეცვა და ისე მეცვა შემოდგომაზე რომ მძვრებოდა კიდეც, მძვრებოდა ფართები მქონდა და ეხლა კიდე საერთოდ მეშინოდა გასინჯვა. ანუ ჩამეტია შემეკრა, მაგრამ ვერ ჩაიცნობ ისე, მაგრამ აი ხორცები როა გადმოსული. ხო და ყველაფერი იქნება. ყველაფერი იქნება. თავარი კარგად ვიყოთ. ბელა, მოსინჯენი 20 ენდომება, თუნდაც არასრული დღე. შეიძლება მოეწონოს. არა ზვირფასო არ ვწდი, იმიტომ რომ ერთი დღე საერთოდ არაფერს არ ნიშნავს და მე იქ ბავშვი დაიტრამლოს არ მინდა და რომ მქონდეს შესაძლებლობა რომ ის $1000 როა იქ წავიყვანო, იქ დავიყვანდი, მაგრამ ისე რა მეშინია და თან არ მყავს არავინ, აი ვინმე რომ მყავდეს ნაცნობი და რაღაცა და ვიცოდე რომ ეს მასშტაბელი კაია და რაღაცა ხო, მაგრამ არ ვარ ეგრე და ანუ არ გავრისკავ ბავშვით, შენსი არ არის. გვანცა. ლიკ, ანუ ვიქნებით ბოროტები ხალხმო ცხოვრება წამიერია და გახადეთ ეს ხოვება ბედნიერად. ძირფასო. აუ ლიკა, შენი კომენტარი დავალა, იქ ბაღზე რო გეწერა. ბაღში დამყავსო ბავშვებიო. ძალიან მომწონსო და ძალიან სოციალურები არიანო და ეს და ის, თუმცა შენი მესმისო, ეს არის ძალიან ჯანსაღი ადამიანის კომენტარი, რომ აი მე დამყავს, მე მომწონს, ჩემ შვილებს მომწონს, მაგრამ შენ თუ არ გინდა და არ ატარებ და არ მოგწონს, მესმის, იმიტომ რომ ინდივიდუალური. ეს არის ჯანსაღი ადამიანის აზროვნება. ასეთ ადამიანს მე მივესალმები. მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ანუ აი თავისით თუნდაც ისე დაწერენ, თუნდაც ისე იტყვიან, რომ ანუ შენ ცუდად გამოგიყვანენ და რაღაცა დაუნდობელი ვარ. ბლოკავ. არც პასუხს არ ვცემ, არაფერი. ანუ ეგეთი ადამიანები ჩემთვის არ არსებობენ. ამიტომ ეგრევე იბლოკებიან. всё.
ირმა, ბაღი ძალიან კარგია, ყველანაირი გაგებით ვითარდებიან და ბევრ რამეს სწავლობენ. რა თქმა უნდა, კარგი მას უნდა შეხვდეს სახელმწიფო ბაღი, მე კერძოს მირჩევნია. ხო, აი ისევ და ისევ, თუ შენ ყავს ნაცნობი და იცი, რომ ის ვიღაცა გეუბნება შენი ახლობელი, რომ აი ეს მასწავლებელი კარგია. კი, ბაზარი არაა, ძალიან კაია, მაგრამ თუ ეგრე არ არის, თუ ბავშვი დაიტრამვა, ან ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ რას, გადარჩენას სწავლობენ, რომ აი ის ბავშვი მე რაღაცას წამართმევს და ეხლა მე როგორ მოვიქცე. ანუ მაგას ისედაც ისწავლი სკოლაში რომ ანუ რა სწავლობენ ბაღში ისეც, რასაც სკოლაში ვერ ისწავლიან. ანუ იგივე ურთიერთობებს, იგივე ყველაფერს, აი სკოლაში ხო სწავლობენ მაგ ყველაფერს, აი ბაღში რა სწავლობს ადამიანი ისეც, რასაც ვერ ისწავლის სკოლაში. აი რას? იმ ბაღზე არ მაქვს მე ლაპარაკი ახლა, აი ქრისტინემ რო დაწერა, სადაც ბავშვი ფეხში შველი დაყავთ, გარეთ წვიმაში გაყავთ, სადაც ბავშვი ისეთ პატივისცემენ, რომ აბა შენც ჩაიცვენ, ყველას რო ერთნაირად უნდა დააძინონ, აჭამონ, რაღაც ჯარის ის როა გარემო ბაღში, ხო? აი მაგ ბაღში ბავშვი რა სწავლობს ისეც, რასაც სკოლაში ვერ ისწავლის. აი რა ვიცი, მაინტერესებს შენი პასუხი. ვიოლა, ჩემმა შვილებმა სამწუხაროდ მხოლოდ ბაღის დამთავრების შემდეგ მიითხრეს, რომ თურმე ვერ იტანდნენ ბაღის მასწავლებლებს, რადგან მკაცრი იყო და ყვირო და არასდროს არ შემჩნევია რამე, რადგან მეორე მხრივ ბევრი მეგობრები ჰყავდათ ბაღში და არც არასოდეს უთქვამთ, რომ ბაღში სიარული არ უნდათ. მე თვითონ ძალიან მიყვარდა ბაღში სიარული, ბებიასავით საყვარელი აღმზრდელი მყავდა. მოკლედ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. მე შენზე კარგად არავინ იცნობს შენ შვილს, არაა საჭირო ბაღი თუ შენი შვილისთვის ასე უკეთესად თვლი. შენ შემოგევლე. აი ეს არის აზროვნება. აი ეს არის ჯანსაღი ადამიანი. ხო, აი ნახე. არიან ბავშვები, რომლებიც დაამთავრა ბაღი და მერე თქვა ეს, ხო? და შეიძლება ტრამვავს ბავშვს ყოველ დღე. აი მე მაგალითად ჩემ მასწავლებელი, ხო? დამრიგებელი სკოლის. მაბულინგებდა იმ კუთხით ვიძახი, რომ ანუ მე როგორიც ვიყავი, აკრიტიკებდა იმას, როგორც მე ვიყავი. ანუ უყვარდა მოზეპირე ბავშვები და მე რო თავისუფალი აზროვნება მქონდა და ჩემი სიტყვებით ყვებოდი, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი მქონდა და არა 2-3 სიტყვა, არამედ ანუ სულ მიკითხავდნენ, ანუ ბებიაჩემ ფილოლოგი იყო და 5 წლისაც უკვე დიდოსტანის მარჯვენა 2-ჯერ მქონდა ჩემთვის წაკითხული, ანუ სიტყვათა მარაგი მქონდა ზღვა და ანუ მე ვყვებოდი ჩემი სიტყვებით დაწყებითებში გაკვეთილებს და მასწავლებას უნდა რომ სიტყვით და მომეყოლა წერტილთა მძიმე და ამის გამო ბებიაჩემი ფილოლოგი დაიბარა და თითი დაუქნია, რომ როგორ გეკადრებაო, რომ შენი შვილიშვილიო თავის სიტყვებით ყვება გაკვეთილსო. ქალბატონმა რუსუდანმა. აი ეს და ეს არის დანაშაული. აი ერთი ჩემ შვილს ეგრევე, ეხლა აღარ აკეთებენ, ეხლა მაგას პირიქით პატივს სცემენ. ეხლა პატივს სცემენ იმას, რომ შენ თავისუფალი აზროვნება გაქვს. მაგრამ ანუ ვიძახი რომ აი ესეთი რაღაცა რომ შენ ესეთი ხარ. მე არ მევასება შენ ეგეთი რო ხარ და რადგან მე დიდი ვარ და აქ დედა შენი არ არის და ვერ დაინახავს, მე უნდა ეს ჩავკლა შენში. შეიძლება იმ კამერაში სულ არ გამოჩნდეს და სიტყვიერად გააკეთოს ეგ და ბავშვს გული გაუტეხოს. რატო? აი რატო უნდა გაუტეხოს ვიღაცამ ჩემ შვილს გული? და ნახე, თუ მაგალითად ეს მოხდება სკოლაში. სკოლაში მაინც ბავშვი უფრო დიდია, უფრო ჩამოყალიბებულია, ხო? ანუ და სკოლას ვერ ავწდებით. ნუ ვერანაირად ვერ ავწდებით სკოლას. აუცილებელია სწავლა და თან ანუ კი ბატონო, შეხვდეს იქ სხვადასხვანაირ ადამიანებს. მაგრამ იქ უფრო ანუ აქ ბავშვის ფსიქიკა იცი როგორია? პლასტელინი. აი ერთმა ადამიანმა მომიყვა რომ ჩემი ბავშვიო შემამჩნიო რომ ბაღში რომ მიდიო და ყოველთვის თხოვდა რომ დედა კაბა ჩამაცვიო არ და სულ შარვლები ეცვაო. ხო და აი სულ ვისმენ ეგეთ ამბებს და ესე ტყუილა კი არ მომიფიქრებია ეს ბაღის ამბავი. სულ ვისმენ და ვაკვირდები. ხო და მე რა ვკითხეო რატო შენ ხო კაბებია შარვლები გიყვარს და სულ კაბებს რატო აღზრდელმაო მითხრაო რომ გოგოებსო კაბები უნდა ეცვათო. და თუ გოგო, შენ რატო გაცვია შარვალი გოგო არ ხარო? ხვდები? ვიღაცის ჩამორჩენილი აზროვნება, რომ რაღაცა ძონძი განსაზღვრავს იმას, ვინ ხარ
და საერთოდ გოგო ხარ თუ ბიჭი, ბავშვს კომპლექსად ეცვა და 8 თვის განმავლობაში დამჭირდაო დედამისმა იმაზე მუშაობა, რომ ბავშვი ისევ ნორმალურად აღიქვაო შარვალი და კაბა. ანუ ესეთი ძალიან ბევრი ამასაც ვერ სამჩნევს, ამაზე საერთოდ არც ფიქრობს. მე ვამჩნევ, მე ვფიქრობ. და მე ასე ვირჩევ. მინდა რომ თუ მასწავლებელი მაგალითად სკოლის ჩემს შვილს ეტყვის რამე ისეთს, ჩემს შვილს შეძლოს უპასუხოს. მე მინდა ჩემმა შვილმა იცოდეს ვინ არის. მე როცა ბავშვი ვიყავი, სახლში ცალკე მართმევდნენ იმას ვინ ვარ და სკოლაში ცალკე. და მე მინდა რომ ჩემს შვილებს ის კონდეთ თუ ვინ არიან. იმიტომ რომ იცი რა, ყველაზე ძვირფასი. ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ის არის თუ ვინ ხარ შენ. ახლა იტყვი შეიძლება ვიოლა შენ კი არ გეუბნები, ზოგადად ვიძახი. არ ფიქრობ შენ გეუბნები, იმ კომენტატორებს ვეუბნები, ბაღს ვინც აქებენ. ანუ შეიძლება იფიქრო რომ შენი თავი როგორ უნდა წაგასვანო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დადის, რომელიც მთელ ცხოვრებას ისე გაივლის, ისე იცხოვრებს და ისე მოკვდება, რომ თვითონ რაც უნდა ის არ გააკეთა და თვითონ ვინც იყო, ის ვერ იყო. ანუ ღმერთმა შექმნა ადამიანი, იმიტომ რომ ის ყოფილიყო ვინც იყო, ამ ქვეყნად ის მოეტანა, რაც მას შეეძლო და ვიღაცა გამოცირებულმა ხალხმა ისე ჩაუკლა, ეს არ აქვს მნიშვნელობა, ეს დედაა, მასწავლებელია თუ ვინ არის გარემო, ხო? ადამიანმა ვერასდროს ვეღარ ამოიტანა თავის თავი და თავის სული და ვეღარ შეასრულა ისაც უნდა გაიკეთებინ. რატო? ანუ რა უნდა მივცეთ ამის ფასი? რა უნდა მივცეთ ამის ფასი? რაც შეიძლება წავართვათ, ხო? და რის გამო რომ რამდენიმე საათ ჩემი შვილი სახლში არ იყოს? ან რა უნდა ისწავლოს ბაღში ბავშვმა, რომელიც ჯერ ისეთი პატარა, ისეთი გაუცნობიერებელია, ისეთი რა უნდა ისწავლოს? ცხოვრებაში მთელი ცხოვრებას ვსწავლოთ. ადამიანები არსებობენ, რომელსაც აი ეგ ადამიანები, ვიზეთ ბაღი რაღაცა გონიათ, ამ ადამიანებს გონიათ, რომ ბაღში ივლი, სკოლაში ივლი, უნივერსიტეტში მორჩასწავლა. არა, ძვირფასო ცხოვრება არის სწავლა ბოლომდე, სანამ ცოცხლები ვარ, სიკვდილამდეო, ხო თქვა იმ ბრძენმა ადამიანმა, ეგრეა. ჩვენ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ, თუ არ ვსწავლობთ, მყაყდებით და ვერ ვაზროვნებთ სწორად. და ვერ ვცხოვრობთ და ვიღუპებით და ეს ჩვენზე აისახება მერე. და მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. და არაფერი გაკვეთილი ისეთი ბაღში არ არის, რასაც მაგალითად მე ცხოვრებაში ვერ ვისწავლით. გინდას ურთიერთობებს, გინდას რა ვიცი მე ძალიან მეეჭვება, რომ კი არიან, რომ ბაღიდან იყვნენ მეგობრები და მეც მეგობრები არიან, მაგრამ ალბათ ეგ 100-დან 1-ია, იმიტომ რომ ადამიანები სკოლის მეგობრები და უნივერსიტეტის მეგობრებიც კი მე მეგობრები აღარ არიან, რატომ? იმიტომ რომ სხვა მხარეს იზრდებიან ადამიანები და ახლა ბაღიდან კიდე როცა ჯერ ძალიან პატარა ხარ და უამრავი რაღაცა შენ შესახებ არიცი, აი ძალიან ცოტა არის, მაგრამ ძალიან ცოტა რომ იქიდან წამოვიდეთ. ანუ ვერ ვიტყვით რომ იქ მეგობრებს იძენენ, ვერ ვიტყვით რომ იქ სოციალიზმი, ვერაფერს ვერ ვიტყვით. ხო ხდები? აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვიტყვით. ანუ ისევ იქ მივალ რომ ბაღი არის ის რომ მშობელს ჰქონდეს საშუალება რომ ან დაისვენოს ან ბავშვი ის რა ქვია ან იმუშაოს და ამისთვის აი მოძებნეთ დაგუგლეთ ბაღი იყო შექმნილი იმისთვის რომ მშობლებს ჰქონდათ დრო ბავშვი დაეტოვებინათ სადღაც უსაფრთხო გარემოში იმისთვის რომ ემუშავათ მაგალითად ხო და მე როცა მაგის აუცილებლობა არ მაქვს, რა ვიცი. წავიყვან და მაგალითად აი ყოველ დღე ბავშვებთან ურთიერთობა თუ მინდა, პარკში იქ ყოველ დღე ძალიან ბევრი ბავშვები არიან სათამაშო მოედანზე და მე იქ ვარ და მე უყურებ, ანუ იქაც ძალიან ბევრი ბავშვია, რომ ცდილობს რომ სხვას ჭკუა ასწავლოს, სხვა დააბულინგოს, სხვას ზედ გადაღდ, მაგრამ იქ მე ვარ და მე ვარეგულირებ იმას, როგორ ურთიერთობენ ბავშვები ერთმანეთთან, რომ ზედმეტი არ მოვიდეს. ჩემ შვილსაც, როცა ყოფილა რომ ევას უთქვამს, რომ ესე არ გააკეთო იქ არა, ხვიდე იქ ჩამვეუბნები, რომ დედა ის გოგონა დიდია და თვითონ გადაწყვეტს. ანუ შენ შვილს კი არ ვაძლევ, რომ დედა ეს არ უთხრა. ან მაგალითად ბავშვი რო ტირის, დედა ტირის, ეს ძალიან განიცდის ხოლმე და მე ვიმახებ, დედა გოგო ტირის, მე ვეუბნები ხოლმე, დედა ხო ტირის, მაგრამ აი ნახე დედიკო აქ არის და დამშვილს. ანუ ესეთი რაღაცები. ანუ ჩემ შვილსაც მე თუ არ ფიქრობ, რომ მე ვდგავარ და სხვა ბავშვებს იმაშობ. არა, მე პირველ რიგში ორიენტირებული ვარ, ჩემი შვილი გაიზარდოს ჯანსაღ ადამიანად. და ვარეგულირებ როგორც იმას, როგორ კონტაქტობს ის სხვებთან, ისე რომ თვითონ არ დაზარალდეს. ასევე როგორ კონტაქტობენ მასთან სხვები, ისე რომ ის ბავშვიც არ დაზარალდეს და არც ჩემი ბავშვი არ დაზარალდეს. ხო და ძალიან კაია ეს.
აი შეხვდა ერთხელ იქ აქ ბავშვების მოედანზე ბავშვი რომელიც ასე აბა აქ წამოდი აბა იქ წამოდი აბა ხელი ჩაავლო ესე ათრია იმაზე სასრიალოზე ანუ ევას არ უნდოდა მაგრამ ეს მორიდებულია და ვერ ეუბნება რომ არ უნდა ძალით აიყვანა სასრიალოზე მე მიიყვანა საქანელაზე მე ევას ეს რაღაცა უნდა არა ესე კი არა ეს ანუ ყველაფერს ისე აკეთებინებდა როგორც თვითონ უნდა და მე ვაკვირდებოდი თავიდან არაფერი არ უთხარი რა დედამისიც იქ იყო რა თქმა უნდა ევას ხელა იყო ის ბავშვი 1-5-6 თვის წინ იქნებოდა ხო და ესე რა და მე ძალიან ზედმეტი მოვიდა უკვე იმ ბავშვთან მე უთხარი ევას იმ ბავშვს არაფერი არ მქონს და მეთქი თუ შენ ეგ არ გინდა მეთქი უთხარი მეთქი გოგოს რომ მე ასე არ მინდა მეთქი და როგორც შენ გინდა უთხარი მეთქი შენ როგორ გინდა თქო რა ხო და მე რო ეგ უთხარი და მის სხვათაშორის არ იყო გაუგებარი და რაღაცა ეგეთი ქალი გაიგო და ხო ჩემი შვილიო ესეთიო ბაღშიცო ყველა ბავშვს ესე უკეთებსო რაღაცა და ისაო მასწავლებელსაც აღარ შეუძლია და ძალიან ბევრი ხვდება ხოლმე ამის გამო ესეთი რო არისო და ისა მე თვითონაც უთხრა დედამისმა რომ აი გოგონას როგორც უნდა ისე გააკეთოს რაღაცა და მე ერთად დადიოდნენ ოღონდ ევა აღარ მიყვებოდა როცა არ უნდა და მე ის იჯდა იქ და ეჯუჯღუნებოდა რომ ესე მაგრამ ევა მაინც არ აკეთებდა იმას რაც იმას არ უნდა და ანუ თუ შერბილი ხასიათი გაქვს ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცამ უნდა გაკეთებინოს ის რაც მას უნდა იმიტომ რომ გაიზრდები მე ქმარი ცოლი მასწავლებელი უფროსი ყველა ბოდიში და ამოგისვამს ერთ ადგილას ხო რატომ უნდა მიეჩვიო მაგას რომ შენ დამყოლი ხასიათი გაქვს და გათრიოს იმან თავის ჭკუაზე ვისაც სხვანაირი ხასიათი აქვს რატომ არადაირად კი დამყოლი ხასიათი გაქვს რბილი ხარ მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცას უფლება აქვს თავის ჭკუაზე გატაროს არა მე იქ ვიყავი ასე ზრდასრული რომელმაც ეს დააკომპენსირა და ბოლოს რა მოხდა იცი ანუ ევა ეთამაშებოდა იმ ბავშვს ეთამაშებოდა ისე როგორც ამას მოსწონდა ანუ ეს რო კომფორტულად ყოფილიყო და იმას საერთოდ აღარ უნდა მე თამაში იმიტომ რომ ეს არ დადიოდა იმის ჭკუაზე და ბოლოს ეგ გამოვიდა რომ ის ბავშვი ძალიან უკმაყოფილო დარჩა და დედამისმა ბოლოს ძალიან წაიყვანა და დედამისი მადლობა ღმერთს ძალიან გაგებული ადამიანი აღმოჩნდა კიდევ ვიტყვი ხო და ბაღში რა თქმა უნდა 2 წლიდან დადის ეგ ბავშვი და რა თქმა უნდა ივლის სახში საერთოდ არ შემიძლია დავტოვო დედამისმა თქვა აღარ შემიძლია ამის გაძლევაო ხო ასე რომ გააჩნია ბავშვს გააჩნია სიტუაციას და მე რადგან იქ ვერ ვიქნები და ვერ ვაკონტროლებ და ხა ვიღაცა უცხო მასწავლებელსაც ვერ ვენდობი იმას რომ ბავშვებს შორის ურთიერთობები დაარეგულიროს სხვათა შორის ბუნებარეში რომ დამყავდა ევა ერთი თვე ვატარე მაგრამ იქ ძალიან კარგი ახალგაზრდა აღზრდელები იყვნენ და ძალიან კარგები იყვნენ იქ იყო ერთი ბავშვი აი ესეთი რომელსაც უნდა რომ მთელი გუნდი და მასწავლებლებიც კი თავის ჭკუაზე ატაროს მაგრამ ისინი იმდენად ტკბილად აკეთებდნენ ამის კორექტირებას, რომ არც სხვა ბავშვებს ეხებოდა ეს ყველაფერი და ეს ბავშვიც არ ზარალდებოდა. და ანუ თქვენს კიდევაც, ანუ მე ვუთხარი, რომ მეთქი ყოჩა მეთქი თქვენ თქო რა და ხო, ესო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი თამამი ბავშვი არ გაიზარდოს ბულერად და თვითონაც მე არ დაზარალდეს ამის გამო და ისწავლოს თანაგრძნობაო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვისაც. ანუ ხვდები? ანუ მაგაზეც ფიქრობენ. აი ეს არის დონე, ეს არის დაფეხური. მაგრამ ესეთი ბაღები ჩვენთან ცოტაა და ესეთი ბაღები ჩვენთან ძვირია. ხო. და მანდაც მე მაგალითად ევას მარწოს ვერ დავტოვებ, იმიტომ რომ ერთი ბავშვი, რომელსაც ცოტა ის ქონდა სპექტრი, სერიოზული სპექტრი, ანუ გაექცათ და ერთი 3 წუთის მერე შემჩნიეს ბავშვი იქ არ იყო. იმიტომ რომ ორი მასწავლებელია და 15 ბავშვი რო დარბის, ძნელია რომ უცებ შეამჩნიო, ხო? და იქ გზა არის. ხო და მე არ მინდა რომ რაღაცა ისეთი მოხდეს რაც შეიძლება არ მომხდარიყო. სწორად გამიგეთ ძალიან გთხოვთ. შესაბამისად, მე ვერ გავაკეთებ ახლა რაც ბედის წერაა მე იმას წინ ვერაც დროს დაუდგე, მე რაც შემიძლია იმას ვაკეთებ. კიდევ ვიტყვი, მე რო ვიყო დედა, მრავალშვილიანი, რომელსაც უწევს რომ იმუშაოს, რომელსაც სხვა გზა არ აქვს, ბავშვს სახში მარტო რომ დატოვოს, მაგას უფრო დიდი ზიანი შეიძლება მოიტანოს და ბავშვს ამდენმა დაარყას ან რაღაცა. ოკეი. ეს სხვა საკითხია, მან დარჩევანი არ აქვს. ანუ უნდა მოიქცე შენი სიტუაციის და მიხედვით. და მე ამას ვაკეთებ ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე. თვლი რომ გამგებმა გაიგო, ამ საკითხზე მეტად აღარ განმეორდები. მანერა ანდრია რა დღეს ჩავარდებოდა ეწყობა გაოცდა და მიხვდნენ რომ კარგად მოქცეულიყვნენ. ანდრია საყვარელი ბავშვი, კი, ძალიან საყვარელია. ხო და ძალიან გამიხარდა რომ ეგრე მოიქცნენ. ან წარმოიდგინეთ, ბავშვს არ დაემართებოდა იმ მომენტში. ლელა, ბაუნდი ჩემი ყველაზე საყვარელი ტკბილეულია, შემიძლია მთლიანი ვჭამო.
კი, მეც შემიძლია, მაგრამ მე ძალიან ანუ მარილენის დაყოლება მინდება. ლელა ანდრია შერცხებოდა სხვანაირი მორიდებული, კარგად აღზრდილი ბავშვია. კარგად მოქცეულან მიხვდნენ, რომ ბავშვის ბრალი არ იყო. არ უარგად პარკებით ხელიათ და სანამ მაღაზიიდან გამოიტან გახეულია მით უმეტეს კვერცხით. ხო, თან აი ეს ისიც გახეული ქონდა რა, მეც მომცეს იმ დღეს ის ეგრევე რომ ეხეოდა ყური. ხო, ძალიან გამიხარდა ძალიან. შეგერგოს რა გემრიელ ჭამ. აი ეგ არის ძალიან სწორი მიდგომა. ისევ ჩემი ლელა, ჩემი ნიმი უყარხარ ბონი რასაყვარელი ხარ მგონი ყველაზე მეტად უყარხარ ნისულ შენ დაგსდებს. ხო, დედიკოთ მე ამირჩია. ყველა უყარს, აი მონაცვლეობით ყველა საწოლზე წავს, მით უმეტეს თუ წასულები არიან ბავშვები, აი ხან ერთი საწოლზე წავს, ხან მეორე საწოლზე, მაგრამ ნუ მე დედიკო ვარ მაგისი. აი მე წუხელ ვუყურე ევთანაზიას უკეთებდნენ ძაღლს და ლამის მოკვრი იმალტი, ვაიმე, მეთქი მე თავი გამიმხნევე ბონი ჯერ ერთი წლის აი ახლა ხდება მეთქი. მე ჩავეხუტე, მოვეფერე და გავბედნიერი ჯერ პატარა ღმერთო. ხო, აი ასე დილამშვიდობისა ყველას მიყვარხარ ძალიან კოცნით და ეს დღე გვპირდება რომ იქნება ნაყოფიერი. დროებით.